დაძაბული შეხვედრა ვილა პარკზე. გამარჯვების ემოციები, ლუის ენრიკეს დასკვნა, კვარაცხელიას კომენტარი და რას ამბობს ხაბიბ ნურმაგომედოვი ილია თოფურიაზე. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერია. ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა. მართალია ვილა პარკზე ასტონ ვილამ პარი სენ-ჟერმენი 3-2 დაამარცხა, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში პარი სენ-ჟერმენმა 5-4 მოიგო და ზედიზედ მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. აღსანიშნავია, რომ ასტონ ვილა 0-2 აგებდა, მაგრამ თამაში შემოატრიალა და 3 ბურთის გატანა შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ქართველიც და მისი გუნდიც ბოლო პერიოდში კარგ ფორმაშია, დღეს აშკარად მათი დღე არ იყო. უფრო მეტიც, ფრანგულმა კლუბმა 2 ბურთი 3 წუთში გაუშვა და რომ არა ფრანგული კლუბის იტალიელი მეკარის კარგი თამაში შესაძლოა ქართველი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვერ მოხვედრილიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრისთვის მოულოდნელად UEFA-მ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დემბელე დაასახელა, თუმცა მან თავიდან ამ ტიტულის მიღებაზე უარი განაცხადა, მაგრამ საბოლოოდ UEFA-ს წარმომადგენლებს დათანხმდა და ჯილდოსთან ერთად ფოტოებიც გადაიღო. ამ ძალიან დაძაბული შეხვედრის შემდეგ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიამ და პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა მათთვის კარგი გაკვეთილი იყო. ნული მატჩი იყო მართლა. არა და კარგად დავიწყეთ 2-0 ვიგებდით, მაგრამ რაღაც უცბად ყველაფერი შეიცვალა. ეს ატმოსფერო ძალიან დაეხმარა ვფიქრობ ასტონ ვილას, მაგრამ თავარია რომ ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ თავარია რომ უკვე ნახევარფინალში ვართ და შემდეგ თამაშზე უნდა ვიფიქროთ. ეხლა უფრო რთული თამაში გველოდება, იმიტომ რომ უკვე ნახევარფინალია და ნახევარფინალში ისეთი გუნდები ხვდებიან, რომ ყველასთან ძალიან დიდი ბრძოლა მოგვიწევს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ამ შეხვედრიდან ერთი მთავარი დასკვნა გამოვიტანე. ზედმეტი თავდაჯერებულობა კარგი არ არის და ეს გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის. ურთულესი შეხვედრა იყო და ნახევარფინალში გასვლა მარტივი არ გამოდგა. ვფიქრობ, პირველი ტაიმის შემდეგ ზედმეტი თავდაჯერებულობა მოგვეცა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პარიზელ გულშემატკივრებს, რომლებიც სულ ჩვენს გვერდით არიან და დღესაც ჩვენთან იყვნენ. ასტონ ვილა კარგი გუნდია და ჩვენი ეს თავდაჯერებული თამაში თავის სასიკეთოდ გამოიყენა. ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დამთავრდა. ზედიზედ მეორე სეზონში ნახევარფინალში გავედით. ვფიქრობ, წელს უკეთესი გუნდი გვყავს. პროგრესირებთ და წინ მივიწებთ თასების მოპოვებისკენ. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ-ჟერმენი რეალის და არსენალის წყვილის გამარჯვებულ შეხვდება. პირველი შეხვედრა ლონდონში ინგლისელებმა 3-0 მოიგეს. საპასუხო შეხვედრა კი რამდენიმე საათში გაიმართება. თქვენ რომელ გუნდს ისურვებდით ქართველის მეტოქეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი გეტყვით, რომ UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა და ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა მახაჩევის გეგმებზე და ილია თოფურიასთან იმ პოტენციურ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელსაც ყველა ასე ველოდებით. ჩემი აზრით, მახაჩევისთვის არმან ცარუკიანი უფრო კონკურენტ უნარიანი მეტოქია. ილია თოფურია ქვემსუბუქ ზონაში ძალიან კარგი იყო, მაგრამ მსუბუქ ზონაში ის ჯერ არ გვინახავს. არ ვიცი რა შეთანხმება შედგა თოფურიასა და UFC-ს შორის, მაგრამ ისლამ მახაჩევის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, მან უკვე ორჯერ მისცა შანსი ქვემსუბუქი ზონის ჩემპიონებს და ორივე ბრძოლა მოიგო. ჩვენ როგორც გუნდი მივიჩნევთ, რომ თოფურია ძლიერი მებრძოლია, ჩემპიონი, რომელმაც ძალიან სერიოზულ მეტოქეებს მოუგო, მაგრამ ეს ყველაფერი ქვემსუბუქ ზონაში მოხდა. დაუშვათ ისლამმა ილიას მოუგო. რას აძლევს მას ეს მოგება? შენ უგებ ადამიანს, რომელიც ამ ზონაში არაფერს წარმოადგენს. ამიტომაც ისლამი ამბობს, რომ ილიამ ჯერ სხვასთან იჩხუბოს და დამსახურებული პრეტენდენტი გახდეს. მახაჩევი მალე 34 წლის გახდება. მასაც სახელოვან მეტოქეებთან ჩხუბი სურს. იქნება ეს თოფურია, ვოლკანოვსკი თუ ვინმე სხვა. მეტოქემ ეს ჩხუბი უნდა დაიმსახუროს. ილია თოფურია მხოლოდ რამდენიმე წელია რაც UFC-ში ჩხუბობს. 6 თუ 7 ბრძოლა აქვს გამართული. ისლამმა კი თუ არ ვცდები 17 ჯერ იჩხუბა. თოფურიას საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ თუ სხვა ზონაში გადადიხარ, სატიტულო ჩხუბი უნდა დაიმსახურო. რაც შეეხება მახაჩევის მომავალს. მას ქვესაშუალო ზონაში ასვლა სურს, მაგრამ იქ ჩემპიონი ბელალ მუჰამედია. ის ჩვენი ახლობელია და ურთიერთობას ქამარზე ვერ გავცვლით. ვფიქრობ, UFC-ში სურთ, რომ ისლამმა ქვესაშუალო ზონაში პირდაპირ ქამრისთვის იჩხუბოს. ისლამს ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია და სერიოზული რეზიუმე აქვს. ჩემპიონი რომ დელამადალენა ყოფილიყო, მისი და ისლამის ჩხუბი უკვე ჩანიშნული იქნებოდა. როგორც მესმის, UFC-ში მაისის ღონისძიებას ელოდებიან, თუმცა მე პირადად ბელალის მოგებას ვისურვებდი.
რა სიტყვით ხაბების ამ კომენტარზე დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა ჩემპიონის ტიტული ბოლოს იანვარში დაიცვა. ილია თოფურიამ კი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულზე უარი განაცხადა და მსუბუქ წონაში გადავიდა. თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვინ იქნება ქართველის შემდეგი მედოქე. ახლა კი კალათბურთი და თორნიკე შენგელიარუმის ვირტუსმა იტალიის ლეგას 26-ე ტურში შინ ბრეშასთან თამაში შემოატრიალა და 91-ით 79 გაიმარჯვა. ჩავარდნილი პირველი მეოთხედის შემდეგ გადამწყვეტი მესამე გამოდგა, რომელშიც ვირტუსმა მეტოქეს 28-9 მოუგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 29 წუთში 12 ქულა 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ვირტუსი 19 მოგებითა და 7 მარცხით იტალიის ჩემპიონატის ლიდერია. ბოლოს, თუ მოგეწონა ვიდეო, არ დაგეზაროს, დალაიქე, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ღილაკი, რომ არ გამოგრჩეს შემდგომი სიახლეები.